Salon tego propokolas meuro, choda დღეს ისე ვიღებთ car parking-ზე, იმიტომ ვიღებთ დღეს რომ დღეს car parking-ს. რა გუშინდელი ვიდეო ავიდათ 11 ლაიქზე. ბევრი ნახვა დააგროვა. ხო და ასე რომ 10 ლაიქს გადააჭარბა და დღეს ვიღებთ შემდეგ ვიდეოს მესამე ეპიზოდს იაპონიელი ძვირი. თქვენ ხედავთ ახლა Mercedes C63-ს AMG-ს აქ რომელიც არის 626 ცხენზე turbo ამას აქვს და აი ასე გამოიყურება ჩვენი დატუნინგებული 5-დან 0 ძრავი. ამას 6-დან 0-ები არა აქვს. რა ხო და ამიტომაც დავაყენე ესენი რა turbo და ისინი ბაგრიშკები და ასე ტუნინგზეა მოკლედ მეტი აფერ და მიყენებია რომ 626 ცხენზე მაინც რომ ასულიყო მაგიტო დავაყენე ეს კარგი დღეს ამას ამით დავეჯიბრებით განახებთ რას სად არის გაწვეს მაქა ვიცოდე აი ანუ ეს არის i8 BMW არის 630 ცხენზე მარტო 4 ცხენი აქვს განსხვავება დიდი არაფერი მანჩქარაივლიან ამას არ აქვს turbo აქვს 6-დან 0-იანი არა ეს ძალიან დააქვს აქვს 6-დან 0-იანი ძრავი არის 630 ცხენზე turbo ამას არ აქვს და ასე შემდეგ დღეს როგორც მივხვდით Mercedes-ი და BMW ეჯიბრებიან ერთმანეთს ესაა ძვირიანი BMW და ესაა იაპონიელი Mercedes მოდი დავიწყოთ ამანქანით 630 ცხენით დავიწყოთ დაგიბრუნდებით პირველი ჩელენჯიდან დაგიბრუნდით მეგობრებო i8 ავტობანზე ეხა ჩავაჭერთ მე Mercedes-ითაც ჩავაჭერთ და ვნახავთ ამანქანების მაქსიმალურ სიჩქარეს რომელი უფრო ჩქარა დადის და ეს განიჭობს 1 2 3 წავით ოს ძალიან ჩქარა მიდის ეხა 300 გაწურავს კი 300 გაწურა ამქანამ 340 გადააჭარბა 350 365 იყო ბოლოს 365-ით წავიდა ჩვენი i8 ჩქარა წავიდა ჩვენი i8 კარგი დაგებრუნდებით C63-ით იბრუნდით ჩვენი C63-ით Mercedes-ით და ეხა ჩავაჭერთ და ვნახავთ უფრო ჩქარია თუ არა 1 2 3 და ლაიქეთ და გამოეწერეთ არხი ნახოთ აპარნა ნახოთ რა სიზამს 200 300 გაწურავს
300, 320 ბევრს აჯობებს, ნახოთ აბა. არა, ვერ აჯობა. კონე 359 თუ 360 იყო ეს და BMW 365 გაკაჭა. მოკლედ ამ ჩელენჯში გამარჯვებულია BMW AM8, ერთი გულა BMW-ს, 1-0. კარგი, დაგებრუნდებით შემდეგი ჩელენჯიდან. და მოვედით მეგობრებო და შემდეგი ჩელენჯი არის ტრამპლინზე გადახტომა. გადავხტებით და ვნახოთ რომელი მანქანა უფრო შორს გადახტება. კარგით, 1, 2, 3 დავეშვათ, წავედით. ვნახოთ აბა რომელი უფრო კარგად გადახტება და რომელი უფრო ჩქარა გადახტება და შორს. და ოპა! რა მაგრა დახტა თან მეგობრებო. აი ეს იყო იმენა ამოსაჭრელი ვიდეო რა. ეს აი ეს სადღაც დახტა. არა მახსოვს ეს დახტა, არა. მოკლედ გაჩერების წინ დახტა კაი შორს. აი სადღაც აქ. მგონი აგერ არის ნაკვალევი. ხო, მგონი აქ დახტა მოკლედ. კარგით, ვნახოთ რას იზამს ჩვენი Mercedes. მოვედით ტრამპლინზე, უნდა გადავფრინდეთ ეხლა და ვნახოთ რამდენად შორს დახტება ჩვენი Mercedes. 1, 2, 3. მიდი რა. 190 დახტა და ზუსტად გაჩერებასთან დახტა. ანუ ზუსტად რა თუნდა ეხლა მაგას თქმა რომ просто ამ დაბალი პასად გააკდა არ მომწონს. ზუსტად აქ დახტა, ჩანს კიდევაც რომ დახტა აქ. და BMW სადღაც იქ დახტა. აქაც გაიმარჯვა BMW 2-0. BMW სასარგებლოდ. ანგარიში არის 2-0. კარგით, ეხლა შემდეგ ჩელენჯზე გადავიდეთ. და მეგობრებო დაგიბრუნდით. M8 და შემდეგი ჩელენჯი არის მანქანას კაპოტი ეხება თუ არა და რაღაცეები. მოკლედ კაპოტი ამას არ ეხება. არც უკან. საერთოდ არ ეხება მანქანას კაპოტი. და დაგიბრუნდებით ეხლა Mercedes-ით. ეხება თუ არა კაპოტი ვნახოთ. და დაგიბრუნდით მეგობრებო Mercedes-ით და არც ამას არ ეხება კაპოტი და საბარგული. ეს იმას ნიშნავს, არც ერთიც არა გულა, არც ერთმა არ გაიმარჯვა. არის 2-0, ისევ იგებს BMW მაინც. დაგიბრუნდებით შემდეგი ჩელენჯით. და დაგიბრუნდით და ეხლა შემდეგი ჩელენჯი არის რომ ჩანს თუ არა მანქანაში სალონი. შემდეგი ჩელენჯი ეს არის. და კი ჩანს მანქანაში სალონი, აი ძალიან მაგარი სალონია, მაგრამ რაც თავარია ჩანს სალონი, ანუ რომელს უფრო ლამაზი სალონი აქვს, წინა პირველ ეპიზოდში როგორაც გავაკეთე, ისე აღარ ვაკეთებ რა გემოვნებაზე. ეხლა მანქანას თუ ჩანს სალონი, ემატება 1 გულა, თუ არ ჩანს არ ემატება 1 გულა. ხო და აქ მე მომწონს სალონი, არ მომწონს, მაინც მოემატება 1 გულა. იმიტომ რომ გემოვნების ამბავია რა. და მთავარია ჩანდეს სალონი. მაგრამ ნახოთ აბა Mercedes თუ ჩანს სალონი. და მეგობრებო დაგიბრუნდით Mercedes-ით და კი ამასაც ჩანს სალონი. ეს იმას ნიშნავს რომ 3-1 ანგარიში.
იგებს BMW. ნახეთ რა მაგრა დრიფტავს ეს Mercedes-ი უკვე. პატარა დრიფტებიც კაია, კაი დაგებრუნდებით M8, M8 კი არა და AM8. და ვნახოთ შემდეგი ჩელენჯი. და დაგიბრუნდით მეგობრებო, ეს ახმის ჩელენჯი, რომელ მანქანას უფრო კარგი ხმა აქვს, დავაკელი ყველა ცხენი რაც გქონდა თავის ცხენზე დავიყვანე და თავის ხმაზე. ვნახოთ აბა AM8-ს როგორი ხმა ექნება და შემდეგ Mercedes როგორი ხმა ექნება. ვნახოთ აბა მოვსმინოთ AM8-ს ხმას. აუ, AM8-ს ხმა რა მოგარია. მე მომწონს მეგობრებო. AM8-ს ხმა. კარგი. ეხლა ვნახოთ Mercedes. ეხლა მოვუსმინოთ Mercedes-ის ხმას. მე ორივესი მომწონს რა. და ეს იმას ნიშნავს, რომ 4-2 ანგარიში მოგო ამ Mercedes ახალმა BMW-მ. ცვლილს ძვირიანმა მანქანამ მოიგო ამ ვიდეოებში. კარგით, ნახვამდის, მე შეხვდებით შემდეგ ვიდეოებში.